მე როცა მიძახოდით, რატო არ იჩივი ხარო? რატო ალაპარაკებ ამდენსო? ქალბატონმა მაიკომ მე იმდენი შეურაცხყოფა მომაყენა მთელი 3 თვის განმავლობაში და უნდა გამოიტანოთ მანანა ხარძიანთან მაქვს მიწერილი ერთი მესიჯი იმ მესიჯს აუცილებლად ეხლა მივცემ რეაგირებას რაც მე მივწერე და რომ გამოიტანეს 500,000 მოითხოვაო იმ მესიჯის რეაგირებას ეხლა მოვახდენ მე რასთან დაკავშირებითაც არის იმის გარდა საერთოდ არ არსებობს ადამიანი არც ჩვენიანი, არც ბიბლიანი, არც ჩოფლიანი, რომელსაც მე პირადად იქით შეუვარდი და მე მივაყენე შეურაცხყოფა. არავის ერთადერთ ადამიანს შეუვარდი, ის არის ჩხუმიანების ისეთი შვილი იყო, რომ გავიგე მაშინ სიბრაზემ დამახჭო და პირადში შეუვარდი და ვათრიე პირადში, მაგრამ ხალხში არ ვათრიე. დანარჩენი ერთი ადამიანი არ გამოვა და ვერ იტყვის, რომ ნატამ მე პირადში მომწერა, ან მაგინა, ან შეურაცხყოფა. ერთი ჭუბერელი ვერ გამოვა, მე ყველა სახელები და გვარები ძალიან კარგად მახსოვს, მაგრამ ვინმესთვის მომეწეროს. ერთი ადამიანი არ არის ისეთი, რომ მე იქით დამეწყოს თქვენზე წერა. ყველამ დაიწყო აქით მოწერა. და მეც გითხულობთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხა თელს საქართველოს გამოვიტან საჯაროდ, არა. იმას ვერ დამიფიქსირებენ უბრალოდ ქალბატონი მაიკო, იმას ვერ დამიფიქსირებს, რომ მე შეუვარდი და შეურაცხყოფა მივაყენე. ქალბატონი მაიკო ჩემს ახალ ნაკეისრალ ბავშვს შეუვარდა დიდი მუქარებით, ჩემს სიძეს პირადში მიწერა და საქმეების რჩევას აპირებდა, ჩემს სიძეზე რა შუაში იყო ჩემი სიძე. ანუ მაიკოს სინაგლე გაცდა მსოფლიოს, თურქეთამდე ჩააღწია უკვე, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ჩემი იმით არის მაიკო და მისი და რომ თურქეთის საპასპორტოდან ჩემი ფოტო გამოიტანეს და მერე სიბინძურე დაადეს დაპოსტეს. მაგაში აუცილებლად მაიკო არის ეჭვმიტანილი და მერე იწყება საოცრება ხალხო. ადამიანებზე პირადში ჩემზე რაები აქვთ ნაწერი, ეს ვოისები, ეს ამ დილას ძალიან ადრე ავდექი და ერთი ტელეფონიდან მეორეში გადავყარე და ხალხო 300-მდე ავიდა ვოისი, ვიდეო, კომენტარი მარტო მაიამ, რაც მე შეურაცხყოფა მომაყენა ბოზო და ჩათლახო თუ არა ისე ეხლა ვიდეოებს როდებდა, ვისაც გახსოვთ დამანჭულს და ისინი არ შედის. ასევე სვეტლანას ვიდეოებმა და სვეტლანას აღიარებამ ძალიან დიდი ისა აქვს, რა ქვია, მაგენი სავარაუდოდ ჯარიმას მაიკოს ჯარიმას ნამდვილად მარტო ჯარიმით არ შემოიფარგლება მაიკოს მუქარები, რომელიც მე მუქრება რომ თუ ჩამოვიდა იმაში პოლონეთში მომამტვრევს თითებს და მომაძრობს თავს. მაგნაირი მუქარების ვოისებიც არსებობს. მაიკო შიშისგან იმდენი შეცდომა დაუშვი, რომ შენს თავს შენ თვითონ გამოუტანე წერა. ეს მუქარები, რომელი მუქარები, შენი მუქარის საფუძველზე ჩემმა შვილმა როგორ თქვა, ანუ რძე გაუშვა შიშის საფუძველზე, ორი კვირის ნაკეისრალ ბავშვს რძე გაუშვა, მერე მასაჟებით და ცოტა ეხლაც ხელოვნურზე მოგვიწია ბავშვის გადაყვანა.
ეხლა აქვს ცოტა აღუდგა, მაგრამ ისე არა, როგორც უნდა იყოს შის საფუძველზე საერთოდ ჩემმა ბავშვმა რო დამირეკა სახეზე ფერი არ ქონდა ბავშვს, ხალხო მსგავსი რამე არ გამოუვლია მის ცხოვრებაში და ეს მუქარა რომ მიიღო ბავშვს ფერი აღარ ქონდა, კი არა იმისი შემეშინდა ეხლა ნაკეისრალი რამე არ დაემართოს, იმის ცალკე უკვდებოდი რომ ნატა შენს გამო ბავშვს რამე არ დაემართოს. კინაღა მომიკლა მაიკო მე ბავშვი. ხო და ქალბატონი მაიკო, რომელ ტოტებზეც ძიხართ, ეს შავი სამყაროდან დაწყებული, დმანისიდან დაწყებული, მესტიამდე დასრულებული, თუ ვინმე აღმოვაჩინე, რომ თქვენ გფარველობთ ავცილებლად მთელ მსოფლიოში ვატრიალებ ისე, რომ მაგათი სახელებიც თქვენთან ერთად აღმოჩნდეს. ამიტომ ვინც ფარველობთ ღიად თუ ჩუმად, ავცილებლად გავიგებ ყველასი, როგორიც გავიგე მაგალითად ერთ-ერთი ავტორიტეტი ვიღაცა გუჯეჯიანი, რომელიც ფარველობს ბადას. ბადას, რომელმაც ციხეში ჯდომის პერიოდში იცოდა, რომ ბაჩუკის განძალადობის მსხვერპლი ვიყავი. ზუსტად ბადა ციხეში იყო, როცა ბაჩუკის უჩივლეს იმ წლებს. სანამ ბადა გამოვიდოდა, ნაჩივლელი იყო უკვე ბაჩუკიზე და იმ პერიოდში ხდებოდა ბადამ შემოთვალა ციხიდან, რადგან ციხეში სივას ვინ გააგზავნიდა ჭუბერიდან, ეხა ციხეზე რომ ძმა ყავს მოძალადე. ვინ? არავინ არ გააგზავნა და შერჩათ მას ეს სახელი. ციხეში ვერ შეაღწია მაგ სახელმა. მე რო ყოფილიყავი, ცოტა დიდი რო ყოფილიყავი, ყველაფერს ვიზამდი რომ შემეგზავნა იქ. მაგრამ ვერ ვქენი მაშინ. მაგრამ ეხლა ვშვები, ეხლა შენი მფარველი. იმით დავიწყებ, სადაც ზიხართ, რომელ ტოტებზეც ზიხართ, ყველას ჩამოგიშლით. ასე ჩამოუშლი იმ გუჯეჯიანს მერე ექნება რაღაც ისტორია. მერე და ზუსტად სწორ სახელს დავარქმევ. ამიტომ მაიკოს ქალბატონ იმას ორივეს უნდა აღუძრა ეხა საქმე, ასევე ქარდავას აღიარებითი ჩვენებები მაქვს ბაჩუკის ცოლის რო კი 9 წლის ბავშვს კი აუპატივრებდაო, მაგრამ მეო ჩემ შვილებს ვიცაო TikTok გვერდი გააკეთეს, ხო და იქანებ იწერებოდნენ და ძალიან ბევრი აღიარებითი ჩვენება მაქვს. ქალები, რომელიც ყოველდღე მიძახიან ბოძო ჩათლახოს, მე ჩემი ლამაზი ხარ, მიყვარ ხარ, შენგენა ცვალე, ჩემი ლამაზის გარდა ერთი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ისე დავაფქვევინე, ისე გადავიდა მაიკო მდგომარეობიდან, ისე გადავიდა, რომ თუ რამე ინფორმაცია იყო, ერთ-ერთი მოწმე არის ხალხო ეხლა მაიკო ამ ყველაფრის, იმიტომ რომ იმხელა აღიარება გააკეთა. ასე რომ ეხლა კიდე მე ბრძვის, მაგრამ ეს ბოლო წუთები არის. ეხლა იმასაც ვისი ძალაც გაქვთ ეს კრიმინალური ავტორიტეტების, იმასაც მოვსპობ და ადვოკატსაც დამიჯერეთ, თქვენი თანმუშაობა აღარ მოუნდება. არავის არ უნდა დამნაშავის და პედოფილების დაცვა, იმიტომ რომ მის რეპუტაციასაც ძალიან დიდი ზიანი ადგება და ზუსტად ეს ინფორმაცია ყველა შეგიძლიათ, ეხლა ყველა არხს, ყველა ტელევიზიას, ყველა გვერდს ამ ვიდეოს საშუალებით ამოწეროთ და გაავრცელოთ. უღრმესი მადლობა ყველას.